თავარი რა არის? ეს პროგრამა არის ყველაზე კარგად მორგებული ყველა პირობებისთვის. 4 კომპლექტაციაა, ხო? კიდევ ამბობ, წეგანაც დავიწყე და ეხლა ზვადასრულებ. ეს ცხოვრება. ჩათვალე. ისეთი დიზაინი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველას შეხვდეს აქტიურად, არ არის პრობლემა. აი ჯის კოოპერატივების სამფუძველი. ერთადერთი შეზღუდვა არის მაღალმთიან რეგიონში 51 სულადობასთან. იწყო ახალციხისა და ასპინძის რაიონის კოოპერატივებთან და ფერმერებთან, რომლებიც მესაქონლეობას ეწევიან, განხილული იქნა რძის მწარმოებელი კოოპერატივების პროგრამა და გამოიკვეთა რამოდენიმე კოოპერატივი, როგორც ასპინძიდან, ასევე ახალციხიდან და ადიგენის რაიონიდან, რომლებიც პროგრამაში უკვე ჩაერთვებიან და მიიღებენ მონაწილეობას. არიან დაინტერესებული, რომ შევქმნათ ეს ძალიან ჩვენი შრომის უნარიანობით წვრილი კოოპერატივი. ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქცია, ჩვენ თვითონ ჩვენივე პროდუქცია გავიტანოთ ბაზარზე და ხონდეს შესაბამისი შემოსავალი. ჩვენი კოოპერატივია ორცეფი, ორიენტირებულია მესაქონლეობაზე. მონაწილეობას ვაპირებთ პროექტში მივიღოთ მონაწილეობა, ყავს დაახლოებით 80 მეწველი ძროხა. ისე ალბათ ერთი 150 სული საქონელი ყავს. ძირითადი წევრებიდან ერთად თუ არა ერთად გვაქვს ფერმას, ასე რომ ვთქვა და ერთად ყავს ეს საქონელის და მომთაბარეობის მონაწილეობა არშიც ძირითადად ერთად მუშაობთ.